მოგესალმები ნიკა, თქვენ ჩემთან ერთად უსმენდით ახლა იფსოსის კვლევის შედეგებს. ბუნებრივია ჩვენ გასული წელიწადმა შევაჯამოთ და მომავალზე ვილაპარაკოთ და რაზე მეტყველებს ეს მოლოდინი და არის თუ არა ქართული ოპოზიცია მზად იმისთვის რომ მას უპასუხოს, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა თქვენს გეკნებათ სურვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე რამდენიმე სიტყვა თქვათ. დიახ, რა თქმა უნდა, ყველა ვხარობთ დღეს თითქოს ზეიმი გვაქვს ყველა ოჯახს იმდენად შემოვიდა ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი ოჯახის წევრთან თითოეულ ჩვენს ოჯახში ან თავისი გმირული საქციელით არანაკლებ გამოსცდით ვიდრე დარწმუნებული ვარ ბევრი მისი ახლო მეგობარიც კი და დარწმუნდა ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში და ქვეყნის მიღმაც რომ ქართული სული არის გაუტეხელი და მამაცობის ნამდვილ პერსონიფიკაცია ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემთვის და ახალ თაობას მიცამ მაგალითი თუ როგორ შეიძლება საკუთარი ღირსება დაიცვა და თუ კი ვინმე არის დღეს გმირი არის ვაჟა გაფრინდაშვილი რიტონის სიტყვების გარეშე და ყოველთ მივესალმები ერთადერთი არ შემიძლია აქ არ ვთქვა უბრალოდ იმდენად საზეიმო ვითარება რაც არ მომეწონა გულახდილად უნდა ვთქვა აი რაღაც ქულების დაწერის კამპანია გაჩაღდა ყველა მარტო ხელისუფლებას არ გულისხმობ არ მინდა რომ მიკერძოებაში ჩამოთავაზო არა არ მესიამონა რაღაც განცდის გაურება დამეუფლა აი გააფუჭეს ზეიმი გამიგეთ აი ერთმანეთს ასწრებდნენ მე მგონია ზეიმის გააფუჭები მაინც ვერ მოახერხეს მაგრამ ბავრია განცდა ამბივალენტური მქონდა იცით რატო და პირიქით თავის საკუთარი თავი დაიზიანა ბევრ ჩემს მეგობარს გაახსენდათ სულხან საბა ორბელიანის ეს ცნობილი არაკი ორმოში ჩავარდნილი მეფის თაობაზე ხო მაგრამ მოდით ეს და ხელისუფლებასაც შეეხება და ეხლა ეს კარგად უნდა დავიმახსოვრო და ყველა ხელისუფლება ვინც ამერიდან მოვა კიდევ და შეიწევა და მე ისე დაბრუნდება მოვა რომ ხელისუფლების მოქმედება იყო მისი ვალდებულება გმირი ამ ბავშვი იყო ვაჟა გაფრინდაშვილი თორე ხელისუფლება თქვენსო ყოფილიყავით ხელისუფლებაში მეც ყოფილიყავ ჩვენი ვალდებულება იქნებოდა რომ ყველაფერი გავაკეთებია იმისათვის რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ყოფილიყო იქ სადაც არის გათავისუფლებული თორე ჩემი ღვაწლით ეს ადამიანი როგორც ჩანს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში თავისუფალი იყო უბრალოდ 4 კედელში აღმოჩნდა შებოჭეს თორე გეთახმები თუმცა ჩემს შესავალ სიტყვაშიც თქვი და მე მიმაჩნია რომ ქართული პოლიტიკური პარტიების და არა მარტო თქვენი ამოცანა უნდა იყოს იმ ადამიანების პრობლემებზე კონცენტრირებაც რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან და ბიბილოვთან გუშინდელი შეხვედრა ახალგორში სიმართლე გითხრათ შვიდად რო ვერ უყურე გასაგებია მაგრამ აი იქ წარმოთქმული სიტყვების პრეტენზიები რომელიც წაუყირდნენ საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტულ ხელისუფლებას ძალიან რთული მოსასმენი იყო ყველა ჩვენგანისთვის როგორც იქ ცხოვრები ქართველი და ოსი ადამიანების პრობლემები მათ ავადმყოფობებთან დაკავშირებული ასევე შუმკვარი დედის მიმართვა საკუთარი შვილის 40-ზე ვერ შეძლო მას ყველაზე კინეული ასევე ბევრისთვის ალბათ არა მხოლოდ ჩვენთვის არის რა ის შევეგუეთ ამოცემულობას რა აი რა თქვენ გქონდათ ახლა შესავალ სიტყვაში ხო ეს ტრაგედია ხო ნამდვილად აი კრიზისი არის ჰუმანიტარული მეტი რა არის ხო მაგრამ შევეგუეთ აი როგორც გაგვიჯერდა პრობლემა როგორც მაგალითად ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ზღვის აღარ უკვირს ხო აი თვითონ აღარ გვიკვირს რომ აი აქედან 40 კილომეტრში არიან ადამიანები ვინც ვერ აღწევს სამონტყოფოში პანაშვიძე ვერ ჩამოდის ან ვერ ჩადის და აქ რა თქმა უნდა ტონის მიცემი უნდა იყოს საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, მაგრამ პირველ რიგში ჩემი გვაწყვეტ ასევე ხელისუფლება უნდა ხმამაღლა საუბრობდეს ამ პრობლემებზე და მე არ მესმის, მართლა არ მესმის მისი ხაფი ხმა, რომელსაც მე უნდა აყვეს ყველა, მათ შორის ხელისუფლების პოზიცია, მედია რო არის, ხო, ჩვენ რო არის, ხო, რამდენიმე არხი რომ არ იყოს თითქოს ეს პრობლემა არ იარსებებდა ამ ქვეყანაში. ბევრს არც ეცოდინებოდა სამწუხაროდ. სამთავრობო ტელევიზიებით ვერ გავიგებ. ნუ ის რომ და აი ეს ხელისუფლების პოზიცია არის მის ამ სტუდიაში ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის. მე არაერთხელ შევთავაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსვლა საუბარი საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ისინი რატომღაც ბოიკოტირების რეჟიმში არიან და ძალიან ცუდ პარალელებს მიჩენს მე ეს ყველაფერი. მაგრამ ნიკა, მოდი კონცენტრირდეთ ახლა ახალ და მნიშვნელოვან თემაზე, იმიტომ რომ სხვა სტუმრებიც ყავს. აი ეს კვლევა თქვენ მკითხეთ, აი ნათელი ასახვაა რა. აი დაუბრუნდეთ. მოდით ახლა ამ კითხვაზე კონცენტრირდეთ და მოლოდინს.
კიდევ უფრო მეც პირადად აქვს მოლოდინი რომ შეიცვლება. ანუ უნდა რომ შეიცვალოს, ხო? 84%-ს უნდა რომ შეიცვალოს და მოლოდინი აქვს ოდნავ ნაკლებს, მაგრამ ესაც მნიშვნელოვანი არის, ხო? მოდით გითხარით თქვენ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან, პარტიების წარმომადგენლებთან ერთად რა ვარიანტებს განიხილავთ საიმისოდ? ივანიშვილის მხარეს ყველაფერი გარკვეულია. აქეთ რა ხდება? ოპოზიციურ ფლანგს რა შეთავაზება ექნება საზოგადოებისთვის ისეთი, რომ ხალხს გაუჩნდეს განწყობა და მოლოდინი იმისა, რომ მას უკეთესის არჩევის შესაძლებლობა ექნება. პირველ რიგში აქეთ კარგი ის რაც მოხდა და აღინიშნოს 2013 წელს პოზიტივიც იყო, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებმა უნარი გამონახეს, რომ მორიგებულიყავით. ანუ მოვრიგდით ძირითად საკითხებზე და ასევე კარგი რაც არის გამოფხიზდა სამოქალაქო საზოგადოება. არასოდეს არ უჩიოდით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, მაგრამ წელს განსაკუთრებით გამოფხიზდა და ტონის მიმცემი გახდა და პოლიტიკოსებზე არანაკლებ აქტიურები იყვნენ. ჩვენ თავხდებით რაზე ყველა ვიცით უკვე ხო გიორგიო, გვინდათ სამართლიანი თამაშის წესები პირველ რიგში. მართლაც რაღაცა აქსიომაზე ვსაუბრობ, ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით ისეთი სამართლიანი საარჩევნო სისტემა იყოს, ეს მოვიპოვოთ და ამის შემდეგ მოგვისმინოთ, ყური გვიგდეთ და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, მაგრამ თავხდებით სამართლიან პროპორციულ არჩევნებზე და ამავე დროს აქ იგულისხმება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ახლა ეს გაერთიანება მართლაც შემთხვევით არ მომხდარა. ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე უნდა ითქოს ყოველთვის ხაზგასმით არ მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ხელი შეუწყო დიდწილად, რომ ქვეყანაში არსებული უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთჭკუაზე, რომ ქვეყანაში დაინერგოს პროპორციული არჩევნები, რაც ნიშნავს სამართლიან არჩევნებს. და ამის საპასუხოდ ეხა ხელისუფლება მართლაც არ მიკვეს თქვენ ეთერში რომ არ მოდიან და სხვა არხებზე არ დადიან ამდენად, იმიტომ რომ რა უნდა ეხა მე რო ვიყო ხელისუფლების წარმომადგენელი. რა უნდა არ მესიამოვნებოდა თქვენთან ეთერში დაждდომის. მართლა იმიტომ რომ ვიქნებოდი განიარაღებული, ბევრ კითხვაზე პასუხი არ მექნებოდა. ამიტომ კვლევის შედეგებიც არის სავალალო ხელისუფლებისთვის და ნება საზოგადოების სულ უფრო და უფრო მძლავრი არის. ამაში ვწმუნდებით ყოველდღიურ რეჟიმში და ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებასთან ერთად ჯერ ამ ეტაპზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვსტაცოთ ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული პირობა, რომელიც მან თითქოს ხორჩესპული შესთავაზა საზოგადოებას, მაგრამ უკან წაიღო. ამ ეტაპზე მართლა ჩემს აზრით დიდი ძალისხმევა არის აქ ჩასადები. ამის შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან და გზების დანახვა უნდა მოვახერხოთ. ჩვენებური ახსნა უნდა შევთავაზოთ, როგორ შეიძლება ქვეყანაში კრიზისი დაიძლიოს სხვა მიმართულებით, მაგრამ ადამიანი გვეუბნება, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი და აღარც გქონდეთ პრეტენზია, რომ იარსებებს. ეს ადამიანი თავისი არსი და ბუნებით არის ანტისახელმწიფოებრივი. მას აქვს მხოლოდ თავისი კერძო სუბიექტური მიზნები და ამოცანები, ანუ მილიარდერ ოლიგარქს აქვს თავისი საკუთარი პერსპექტივით და სახავს ამოცანებს. არ უნდა გაგვიკვირდეს და აქ არ უნდა შევხვდეთ ძვირფასო საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი რატო არ ზრუნავს ჩვენზე. ის ადამიანი არ ამალავს ამაზე. არ ამალავს, აქ არის ნამდვილად გულახტირი და აქ სადაც არის გულახტირი, ნუ ვეტყვით რომ არის მატყუარა. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ მე ასეთი ამირჩიეთ, ასეთი ვიყავი და ნუ ყოველ შემთხვევაში არც არასოდეს დამიმალავს და ეხლა ჩვენი მოვალეობა რა არის, რომ მაქსიმალურად შვიდობიანად ვეცადოთ, რომ პოლიტიკურად, ბატონო? და როგორ, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვა და ზუსტად თქვენი საუბრის გაგრძელება 87%-ს აქვს პირადად მოლოდინი, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდება 2020 წელს. თუ საუბრობთ უკვე გარკვეულ ტექნიკურ ბლოკებზე, გაერთიანებაზე, ისეთ რამეზე, რამაც ივანიშვილის მიერ არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი მესმის, რომ იბრძვით პროპორციულისთვის, მაგრამ არსებული შენარჩუნებაშიც კი მოსახლეობას უნდა გაუჩინოს განცდა იმისა, რომ არჩევნებში მოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის ხმის მიცემას აქვს აზრი იმ პერსპექტივით, რომ შემდეგ კიდე ჩატარდება როგორი საარჩევნო სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, არსებული თეზო ჩატარდეს, ეს ხელისუფლება განწერულია მარცხისთვის. მე ერთად ჩემო კოლეგამ მკითხა, აი ნაციონალურ მოძრაობას უფრო რომელი სისტემა გაწყობთო. მე გულახდილად ვუპასუხი. და ახაც გავიმეორებ რა ვუპასუხი. ყველანაირი სისტემა გვაწყობს ჩვენ საარჩევნო მართლაც. მაგრამ ამ ქვეყნის მომავლის პროპორციული არჩევნები არის უალტერნატივო. ან თქვენ აგრძელებთ პროპორციული არჩევნების, თვის ახალი წლის შემდეგ გაგრძელდება ამ ტიპის ზეწოლა. რა თქმა უნდა და ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება თუ
ვერ მივახციეთ ბიძინა ივანიშვილის ახლა თავხედობის ბოდიში ინსტიტუტის გამო იმ შედეგს რომლისკენაც მიისწრაფეს მთელი საზოგადოება ეხლა რა იმას რო ხია რა უნდა გავაკეთოთ ეხლა თოხები და ბარებით ხო არა ვაკითხოთ ხო არსებული სისტემით დაუპირისპირდებით და აქ უკვე იქნება მჭიდრო კოორდინაცია პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. ნაციონალური მოძრაობა ამისთვის მზადაა. სად არის აბსოლუტურად დიდი მადლობა. და მეტიც ეს არის ვალდებულება თითოეული ოპოზიციურ პარტიისა, მით უფრო დიდი ოპოზიციური პარტიის. დიდი მადლობა. გილოცავთ დამდეგ ახალწელს და ბედნიერ ახალწელს გისურვებთ და უსურვებთ თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა.